2025 წლის თებერვალში ასტრონომებმა გამოთვალეს, რომ არსებობდა 3.1%-იანი რისკი იმისა, რომ 2032 წელს ჩვენს პლანეტას ასტეროიდი 2024 YR4 შეეჯახოს. შეჯახების რისკი ახლა 4-მდან 3%-მდე გაიზარდა, მაგრამ არა დედამიწასთან, არამედ მთვარესთან. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი დიდად მაღალი არაა, მაგრამ მაინც ამაღელვებელია. ეს შეჯახება მთვარეს ვერ გაანადგურებს და ვერსმის ორბიტაზე მოახდენს რაიმე გავლენას, თუმცა სამეცნიერო თვალსაზრისით საინტერესო იქნება მოზრდილი კრატერის წარმოქმნის პროცესის ნახვა. 2024 YR4-ის ტრაექტორიის თავდაპირველი გათვლები მიუთითებდა, რომ დედამიწას შეიძლებოდა შეჯახებოდა 2032 წლის დეკემბერში. რისკი დიდი არ იყო, მაგრამ 3.1% მაინც საგანგაშოდ მაღალია მოვლენისთვის, რომელსაც ქალაქის განადგურება შეუძლია. ასტეროიდის სიგრძე 53-დან 67 მეტრამდეა, ანუ დაახლოებით იმ ასტეროიდის ზომის, რომელმაც 1908 წელს სავარაუდოდ ტუნგუსკა გაანადგურა. საბედნიეროდ რისკმა მალე დაიწია, სულ რაღაც პროცენტის მიასედებამდე. საბოლოოდ კი 2024 YR4-ის დედამიწაზე დაცემის შესაძლებლობა სრულად გამოირიცხა, თუმცა არ გაუმართლა მთვარეს. მგონი, მასთან შეჯახების რისკი 3.8%-მდე გაიზარდა. ამჯერად 2025 წლის მაისში ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა დაკვირვებები ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპით ჩაატარა და დადგინდა, რომ მთვარესთან შეჯახების რისკი უფრო მაღალია, 4.3%. დიდი ალბათობით არც ეს მაჩვენებელია საბოლოო. ეს ასტეროიდი დედამიწას ყოველ 4 წელიწადში უახლოვდება. შესაბამისად, ასტრონომებს მისი ახლო დაკვირვების შანსი 2028 წლის დეკემბერში ექნებათ. გამოიწერე კოდის YouTube არხი. ნახე უამრავი საინტერესო ვიდეო სხვადასხვა თემაზე.